მიდის? 1-1-3. ის 1-1 რა იყო აღარ ვიცი. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის პოდკასტი სადაგენძრას პირველი ეპიზოდი. ეს იქნება პოდკასტი ადამიანებზე, რომლებიც ერთ დროს წარმატებულები იყვნენ, მაგრამ მერე ცოტა დაენძრათ. როგორც ყველას. ეს პოდკასტი იქნება თუ შემეცნებითი, რომ რაღაცნაირად ერთმანეთთან საუბრით გავაკეთოთ ანალიზი, სად ვართ, როგორ მოვედით აქამდე, რომ რაღაცნაირად უფრო შევუმსუბუქოთ ერთმანეთს ყველაფერი. ამიტომ ჩემი პირველი სტუმარი, ჩემი ძმა და მეგობარი, ტიგინა, გიორგი ტიგინაშვილი, რომლის დიდი დამსახურებაა მე დღეს სადაც ვარ, რომ ერთი წელია ფხიზელი ვარ, შევძელი ეს, რომ რაღაცნაირად წამომეწყო სიახლეები, რაღაცები აღმომეჩინა ჩემ თავში, ამ თემებზე უფრო სიღრმისეულადაც ჩავშლი და მანამდე შე როგორ ახარ? ხო, არა, მიხარია, მეც ძალიან შენ პოდკასტში სტუმრობა. სწორ დროს წამოიწყე ჩემი აზრით, შენთვისაც და ჩვენთვისაც და ყველასთვის რა. ხო, იცი რატომ უფრო აი ჩემი თავიდან გამომდინარე იყო რა, აქამდე გახსოვს რომ რაღაცა 4 წლის წინაც გქონდა რაღაცა იდეა მე და შენ, საიდანაც ეს დაიწყო, რომ რაღაცა პოდკასტი ვქნათ, პროსტა აი მაშინ რომ ეს გაგეკეთებინა ძალიან დესტრუქციული იყო, აი თავებს აი ჯერ ვიყავით იმ მომენტში, იმიტომ რომ ეს თავებს შევირცხვენდით. თავებს შევირცხვენდით, ხო, იმიტომ რომ ეს პოდკასტი უნდა იყოს ადამიანებზე, რომელსაც აი დაენძრაში აიგულისხმება რა, ვინც ეს მეტამორფოზად მიიღო მერე რა, ვინც რაღაცნაირად გაიარა და გამოჯანსაღდა, რომ რაღაცნაირად ეს რეცეპტები ცხოვრების დაიდოს რა. მეც რაღაცას ჩემსას ვიკვლევ, ანუ ეგ ხო ეგ არის რა, ჩვენსაც ვეძებთ ერთმანეთში რა, ეგ მაგას უნდა. ჩაი. ხო, ჯერჯერობით სანამ სპონსორი არ გვეყოლება, ეს არის ჩაი. ჩემი ბაღის ფიტნის ჩაიზე მქონდა მომზადებული, მაგრამ შავი ჩაი გადაწყდა. პიტრას თავისი მინუსებია, ხო. ავი რა, ეხლა პირველი კითხვა რა, საით კითხვა რა, თემები მე რაც მე მაინტერესებს შენ შესახებ და რაზეც ბევრი გვილაპარაკი, ესე დავიწყოთ რა. აი შე რაც გქონდა უცბად რომ მოვარდა, აი ესეთი რა, წარმატება, цаრი და წარმატებაც რო აი რა ვიცი. ხურჯინთან შენ და სანტა კლაუს მოპარე ხურჯინი, ვენა ტიგინა იყო ხურჯინი. აი როგორც ეს რო აი ყველა აი ბიჭს რა უნდა თან იმ ასაკში რა, რამდენი 21 წლის 20 წლის ასაკში რაც დაიწყო, რომ იქ გოგოების ყურადღება რო ყველას ოჯახში ერთი ტიგინა უნდა და რო ყოფილიყო რა, რაც იყო. უცად მოვარდა ადამიანის ეგოს რაც ჭირდება რა და მერე რა მოხდა ეგეთი, რომ უცბად ეს ყველაფერი დაიკიდე და გაქრი. აი, სად გაქრი? საწახვედი რა. საწახვედი ხო? ბიჭო, მართლა ის იყო რა, იმ დროს, ადროსაც ეგ მოვიდა, ძალიან მოუმზადებელი ვიყავი და მაგის გარდა კიდე რაც მელოდებოდა ჩემი ბედისწერული გზა, ხო? აი, ის კიდე სხვა რამე იყო და ასე ყველაფერი ერთად მოგროვდა და ერთად აფეთქდა რა. მაშინ გავსინჯე პირველად ნარკოტიკი, მაშინ გავიმღერე და მოეწონათ ჩემი ნამღერი და ყველას უნდოდა რომ რაღაცა მიმღერა და მასთან ყოფილიყავი და მაგის გაკონტროლება მაგრა გამიჭირდა რა. უცბად რო გითხრა რა. ეს სიმღერაც ხო რეალურად შენში სულ იყო რაღაცნაირად სიმღერა, პროსტა იყო რა, ანუ რაღაცა ეს გამტარი ხელოვნების ის უბრალოდ სიმღერაში ნახა იქ ყველაფერი და აი კი, ეგ უბრალოდ საჯაროდ რადგან გააზიარე, მად მოხდა ნარკოტიკი მან დაგჭირდა თუ აი რაში? ნარკოტიკი ალბათ ჩემი აზრით ყველა ცხოვრებაში რაღაც დროს ჩნდება. არ არსებობს ადამიანი, რომლის ცხოვრებაში ნარკოტიკი სადღაც ვიღაცა კერ შეთავაზებს. უბრალოდ ისე წავა და ისე გასინჯავს, რომ ეტყვის რომ კითხვას მაინც დაასმევინეს, რომ ეგ რა არის. ხო, ინტერესი, ანუ ყველა ცხოვრებაში ჩნდება ნარკოტიკი რა. ვიღაცა ირჩევს, ვიღაცა არ, ვიღაცა ერთ სინჯავს, ვიღაცა საერთოდ არ ეკარება, ვიღაცა დიდი პროცენტი მაინც სინჯავს. ეგ გასავლელი გზა არის რა ნარკოტიკი. ეგ იცოდეს ყველას, ვისაც ჯერ წინა აქ ეგ გზა. მეც როგორც ყველას ეგ გზა მომიწია რა, სადღაც ამომიხდა და გავსინჯე. ვიყავი კომპლექსიანი ტიპი, ჩაკეტილი, ვერ მიჭირდა გოგოებთან პირდაპირ მისვლა, რაღაცებზე ლაპარაკი და უცებ რომ გავსინჯე ეს ნარკოტიკი, მომიხსნა ყველა ჩემი პრობლემები, კომპლექსი. რა შებოჭილი შენგან მოდიოდა რა. და მაშინ მახსოვს რომ ეგ რომ გავსინჯე, აი ესეთი ფიქრი გამიჩნდა და ეგ ფიქრი ძალიან დღესაც მახსოვს.
რომ მეთქი აი ეს მეთქი იმდენის არ ვიშოვო რომ არასდროს არ დამითავდეს. ასე ხა ანუ აი უკვე როგორ მოვტყუდი მან და მიაგენი რა. ისე მოვტყუდი ეხა ხვდები მან ისე მოვტყუდი რომ კაი ხანი და აი რამდენი ხანის დამჭირდა თვალის ასახელად აი ეგ და რეების დამჭირდა ანუ თვალი ვეღარ გავახილე ისე მოვტყუდი მან და ხო აი რეალურად რაც იყო რა ეგ გქონდა ანუ ეხა რაც გამოდის იქიდან და რა ჩვენ გვილაპარაკიათ რომ ეგ შენ შებოჭილი რაც გინდოდა რომ გამოგეტანა რა მაგის საშუალებით გარჩე ძალიან გიმარტივდება მოვიპარე ჩემი მდგომარეობა მაგით ანუ მოვიპარე შეიგულისხმება ის რომ მე უნდა მემუშაო ამ მდგომარეობებს უნდა გადამელახა კომპლექსები უნდა მივსულიყავი უნდა გავხსნილიყავი უნდა მქონოდა იმის ძალა როგორიც ვარ ისეთი ყოფილიყავი ვისთანაც კომპლექსდებოდი ანუ ეს სამუშაო რაღაცეები ეგრევე ჩაუტყდი ამებს ნარკოტიკის მიღება დავიწყე და დავიწყე კუნტრუში ხო ყველაფერი გახდა სასიამოვნო ხო მაგრამ მეორე მხარე აქ ხო უკიდურესი იწერებოდა რა შენ რო აქ მეორე მხარე კი იწერ მეორე მხარე იწყებოდა აქეთ რაც უფრო აქ თავისუფლდებოდი გეგონა თავისუფლდებოდი და წარმოთან ყველაზე გადაობა ის არის რომ მაგაზე წარმოდგენა მქონდა რომ აქ მეორე მხარე დაიწყო გაღვიძება აქ მეგონა რომ სულ ეს იყო ანუ სულ ეს იყო სულ ლაღი დილი და ჟუჟუნა წვიმა აი და უცებ მანდ იყო რომ რაღაც პერიოდში რომ სხვადასხვა დიდი ხანი ვერ ხვდებოდი მაგრამ მიხვედრას რომ ვიწყებდი ბლოკავდი მაგას რომ არ არსებობს ანუ აი მეორე დღეს რომ ვიღვიძებდი ნარკოტიკი არ მქონდა და სუდათ ვიყავი ეს მეგონა რომ უბრალოდ ვერ გამოვიძინე კარგად ან დიდი ხანი ვაბრალებდი რომ არა ეს სუდი არ იქნება და მეორე დღეს მე ყველაფერი ხდებოდა იმიტომ რომ მეორე დღეს იმიტომ ღებულობდი რომ წინის გამოყოლილი რაც უდათ იყავი რომ თავი კარგად გეგრძნო რა ეხლა მე მაგალითად აი კომპლექსების სასმელთან და ნარკოტიკთან რა სად გამეჩნდა რომ აი უფრო მეტს თამაშობდა გოგოსთან მიმართება ან ხო არის სოციუმი სადაც შეიძლება ბარში მიდიოდე მაგრამ აი უფრო მეტი როლი ამ სოციუმში შეჭირა გოგოს ხოლმე რომ სადღაც თვლიდი რომ ამას თუ მივიღებდი თავისუფლდებოდი ოღონდ მაგედან რა გათავისუფლებს რომ კაცი პასუხისმგებლობას იხსნის საკუთარ ქმედებას რა აქ არასიფხიზლეს რა ანუ მე მოდი ეხლა თუ ამას მივიღებ ვიქნები თავისუფალი და პასუხი არ მომეკითხება იმიტომ რომ მე ხო არ ვიყავი ფხიზელი ხვდები საიდან სადმან თავისუფლებდა მე და მე აქ როცა პასუხისმგებლობას არიღებ მეორე დღეს რომ დანაშაული შეგრძნება გეუბნებია შენი ყავი კაცო არ მე არ ვყავარ და მე არის ამ დანაშაულების შეგრძნებების გაყუჩება რა მაგრამ აი ეს ხო ნელ-ნელა აი რაღაცნაირად წლების მანძილზე ხო მოხდა რომ შენ მანდ იყავი რა ანუ გაატანინე რა მაგრამ ეს რაც გქონდა აი რა როგორ შეგრძნება შევა ეს წეღარას თქვი რომ მართლა მთელი რესურსი რაც გქონდა აი სიმღერები რა რამდენი წამოვიდა ერთად რომ აი რაღაც მაგ პატარა მონაკვეთში ხო და აი კაი რამის მიადექი რა მაგ დროს რაც გადააზრებული მაქვს ესე ვხედავ რომ მაგ დროს რომ აი ხელოვნურად შევქმენი ჩემი სილაღე, რაც ბუნებრივი მდგომარეობაა რეალურად ჩემი, მაგრამ უბრალოდ ვერ ვახერხებდი ამას და დავიწყე ხელოვნურად შექმნა ნარკოტიკით. აი მართლა გავძარცვე რა ჩემი თავი რა, რასაც ქვია რა. აი ეს რაღაცები რაც ნელ-ნელა უნდა გამოსულიყო, ეტაპობრივად უნდა გამოსულიყო და აი როგორ თქვა, ჯანსაღი უნდა ყოფილიყო. აი უცებ ერთიანად რაც მოვკიდე ხელი, ხან ვიმღერე, ხან ვიცეკვე, ხან ვიყვირე. მომზადებელი, მომწიფებელი, მე ვეღარ მივხვდი რა მინდოდა მსახიობი ვარ, ხო? ანუ თეატრალური დამთავრებული და ის საერთოდ დამავიწყდა. ანუ ვეღარ მივხვდი რა იყო ჩემი. ხო, თან აი ხო, ეგ კითხვაც მინდოდა რა მსახიობთან, აი მსახიობო რო ჩვენ ეს ქრონოლოგია ავრიე რა ჩემი ცხოვრების, მაგრამ ბოლოდან დავიწყე. და მე შუაში გავჭირე მე აი ყველაფერს მოვიდა. ანუ რაღაცა ლიმიტი რაც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს რაღაც ასაკამდე მე როგორ მგონია იცი რომ აი შემოქმედებითი ლიმიტი ადამიანს მაინც სულ აქვს რა შეიძლება უცბად გამოუშვა და მე დრო აღარ გქონდეს თუ ჯანსაღიმაზე ვეღარ შეევსე რომ შეივსო თორე ეს რაღაცა უწყვეტი ნაკადივით მგონია არხივით მგონია რომ სუივსება რა უბრალოდ არის რომ ერთიანად თუ არაჯანსაღად გამოცალე და მე იწყება იმ ხელა სიცარიელე და იმ ხელად კივილი რომ მე მაგას ზოგი ვეღარ უძლებს ამ სიცარიელეში ყოფნას. აი ეხლა მაპატი რო გაწყვეტინებ ეხლა რა იმასაც გავდივარ ეტაპსაც. ანუ ფხიზელი, შვიდად, წყნარად, ნელ-ნელა, ხანდახან არის რომ ვერ მღერი დღეებია, მაგრამ ნუ არა უშავს რა, ვიღებ. ადრე ეგ იყო რომ ძალით რაღაცას იმას მივიღებდი, ამას იმას რომ ძალით ის განწყობა შემექმნა.
რომელიც ძალიან დამანგრეველი. ყველაზე მაგრა ალბათ მაგის გამო ისჯები რა ადამიანი, აი რაც უდიც გამიკეთებია, რო შემიფასებია, ყველაზე მაგრა ის გამოს დავჟილ ვარ მოპარული მდგომარეობისგან. მდგომარეობის გამო. ხო, იმიტომ რომ ეგ არ იყოს შენი შრომით. არა, მოპარული თავიდან ბოლომდე. და აი ეხლა რა გას რომ მე აი რაც იყო რა, რომ აი რო წახვეთი რა, ჩაიხსენი რა, ეხლა მე დაჟე ის მახსოვს ჩემთან როგორ ბოლო წასვლა რაც იყო აი მართლა სადაც გამოფხიზდი რომ რაღაც დამირეკე მოხვედი წახვედი აი მაშინ ვიგზენი რომ აი მართლა მიდიოდი რა და წახვედი 3 წელი აღარ ჩანდი არავისთან კომუნიკაცია აღარ გქონდა რა აღარც ჩვენს მეგობრებთან და მაკაცები ვინც არიან რა და აი რო წახვედი ეგ სად აღმოჩნდი გაჩ ეგ სიცარიელეში აღმოჩნდი აი ხო ბიჭო მანდაც ეტაპები მქონდა რა რომ რაღაცებს იყო აი მაგ 3 წლამდე იყო რომ ეტაპი რომ აი ერთ რაღაცა კონკრეტულს აღარ შვებოდი და სიტყვაზე ვსვამდი და ამით მოვაჯერებდი ჩანაცვლებები რომ ყოჩა აი ახო იმას ხო არ ვეწევი თუ რაღაცა რა არც მინდა რომ ესე დავა იმდენად არ მინდა რომ ვინმესთან რეკლამა გამომივიდეს მაგის რეალურად ყველაფერი მაინც ესე რომ თქვა ჩემთვის რა არის რომ ერთი და იგივეა რითი იქნები არაფხიზელი რა თქმა უნდა ნიშნულობა არა აქვს რა იმიტომ რომ მანდ არის მთავარი რომ კითხვას აყუჩებ რა ჩვენ კითხვას ვიპარავ არის ძალიან მაგარი სიტყვა მაგისთვის არის ზუსტად ეგ არის მართლა ხურდობა არის რა მატრიცაზე იმდოს ამევნებოდი რა კიდევ ვუყურე რა მე თავიდან და მანდ რა არის მატრიცა რატო განვითარდა ნეო რა კითხვები დასვა და ეგ არასიფხიზლე მაგ კითხვებს სადაც უნდა განვითარდე და ახვიდე საფეხურზე რაც არის არ გასმევინებს რა კმაყოფილს გტოვებს და აი შე როგორც დაახასიათე რა ეხა დაუბრუნდები მე მაგას ეგრე კაცი არასიფხიზლისთვის მე არასოდეს არ შემიხედავს რა სულ მეგონა ხოლმე რომ არასიფხიზლე გაქცევა აქ სადაც ახლა რეალურად ჩვენ მაშინ მითხარი რომ სიფხიზლეო პირიქით ისა არასიფხიზლე პირიქით თუ არისო რომ როცა მიიღებ ეხლა და აქ ხარ ხო და რეალურად რა არის რომ აქ იმიტომ რომ ფიქრი ითიშება ილუზია შფოთები რაც შემოაქვს ხო შფოთები შემოაქვს იქ მომავალზე იქ რა უნდა მოხდეს ეს შენი მდგომარეობა ის რომ ყველაფერი არის რომ ის გიხსნის შენში ხდება ეს პროცესები შენში რაც არის იმას გიაქტე მაგიტო იცლები თორე ის რომ იმას თავისი შემოქონდეს და შენსაც არ ხარჯავდეს მაშინ არ იქნებოდი მეორე დღეს ნაბახუსები ხო ხდები მაგრამ შენში რომ შემოდის და შენივე რესურს რო გახარჯვინებს მაგიტო არის ცუდი იმიტომ უცებ იმდენ რესურსს გახარჯვინებს რაც 1 წელი უნდა გეყოს ხარჯავ 2 კვირაში და რაც უკვე მე ცხენილი და ჩაგრული გამოკეტილი მე შეშინებული ყველაფერი აი რა ვიცი აი რა დაემართა ამ ადამიანს მე ძალიან კეტავს ხო ეგ რესურსს მთლიანად ცლის რა და აი მთელი ხო აი ამაზე ამბობდი რომ გამოიკეტე ეს საფეხურებზე ამბობდი რა მანდ ვიყავით ეგ ძალიან საინტერესო ეგ ხო ეგ იყო უკვე იმის შედეგი რაც გაშვებული რომ იგინა ყველას უყვარს და აი მე რა კარგი ბიჭია რა სიმპათიური ანუ რაღაც შენ და დამოუკიდებლად შენზე შეიქმნა აგეკიდა ისინი როლები აგეკიდა რა იქით სიმპათიური კარგი ხმით ვაი მე რა საყვარე ძველი ბიჭი რაღაცები აგეკიდა და აი უცოდ გადაწყვეტე რომ ყველაზე მტკივნეული ალბათ აი ეგ არის ხო და აი ძველი ბიჭის ამბავზე რაც არის რა აი რო გქონდა რა ძველი ბიჭის აი იყო რომ ვიღაცები ხო რა საყვარელია სიმპათიური გოგოებში იყოფოდა მაგრამ კიდე იყო რომ აი ცოტა ეს ძველი ბიჭის მანერით იყავი რა ვიღაცების რო გეკითხა ეგ იყო რა მოდიოდა და ეგ რეალ ჩვენ თან მოდივართ ბავშვობიდან რა და მე ვიცი თან რა ბავშვობიდან თან ღრმა ბავშვობიდან მოდივარ და ვინც ხარ შენ და აი ეგ საიდან მოხდა აი რა იყო ეგ ძველი ბიჭის მანერა მანდაც იგივე სათავე ყველას ერთი აქვს როგორც ნარკოტიკში იყო კომპლექსი აქ შიშა რა ვარ და უცებ ამით რომ დავინახე შემნიღბარ იცი შეიძლება ჩემი შიშის და მე შიშსაც ავხსნი რა რას გულისხმობ რომ დავინახე რომ ანუ აი ამ მანერულობით შემილებ თუ დავემსგავსები ვიღაცა ძველ ბიჭს და ის თუ კარგი ნიღაბია და ამ ნიღაბს გავიკეთებ ვიფიქრე ჩემთვის და გამოვძე დავიწყე ამ ნიღაბისზე მუშაობა მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი იყო შიშიდან შიშისგან რისი შიში რომ იყო ის ვინც ხარ რეალურად ვინც ხარ რა არის რომ ანუ არ არის მარტივი იყო ის ვინც ხარ ანუ იქ უხერხულობა არის ვიღაცა შეიძლება გაეცინოს ვიღაცა შეიძლება მიუღებლობა გაუჩნდეს შენი და შენ უნდა აიტანო ყველაფერი და ამის აუტანლობა მქონდა ხო ხდები ხო
ანუ არ იყავი ძლიერი არ იყავი. შენ ვინც იყავი, არ ყავდა ის სწორი მხარეები დანახული შენ რა, ანუ აი შენზე რო გულისხმობ, ჩემ თავსაც გულისხმობ, რომ რაც მყარად დაგაყენებს. რა, მაგრამ ეს აი პირობითად ეს ძველი ბიჭის მანერა. ძველი ბიჭი ნამდვილად. ხო, ვიცი რომ იმიტომ რომ ყველაზე მეტად მაქედან ძველი ბიჭია. ხო, აი იცი რა არის რომ აი მაგრამ რაღაცა თანხმობა ხო გქონდა, რაც მოგწონდა. ხო, იმას ითვისებ რა ისკენაც მეტი ხარ რა ეგეც ხო არის რაღაც იცი რატო რომ აი ნახე ჩვენ დროს რო იყო დღეს არ ვიცი როგორ არის რა იმენა ძველი გოგოებს მოწონდათ ძველი ბიჭის ტიპაჟის ადამიანები მე ვიყავი მე არ გოგოებსაც არ აქვს იმის უფლება რომ აუ რა გოიმია თუ რაღაცა იმიტომ რომ თვითონ გოგოები აძლევდნენ მაგ იმპულსს რომ შენ იყავი რა აუ რა სიმპათიურია ხო მე ლაღი ვიყავი ჩემი კომპლექსები მყოფნიდა მანდ იმიტომ რომ აი ხა ეგრეთ ყურადღების იმაში რომ არ ვიყავი ხოლმე მე ჩამერთო ცოტა უფრო ცინიკური გავხდი რასაც იუმორს ვეძახდი რომ სხვაზე გადაობა მაგის წარმოვიჩენდი მაგრამ ჩერერი ტიპები ანუ რეალურად ვინც არ იყო ცოტა ესეთი მანდ რა არის ძველი ბიჭი საიდან მოდის რომ ძლიერი ტიპი როგორ ჩანდა გოგო არ მოწონდათ რა იქ უმეტესობას ვამბობ რა და ალბათ ეგეც იყო ის რომ რამაც ცოტა გიბიძგა რა სტიმული მოგცა გოგოების მხრიდან მაგის სიმპათიამ რა იქ ბიჭებს ზაგდაური პრანჭებოდი თავი გოგოებთან იყო და გოგოებთან არის მთავარი ამბავი რომ გოგოებს როგორ მოწონ ძველი ბიჭები მოწონ მაშინ ცოტას მოვიხრები წელსის ათვალის გავიკეთებ და დავემსგავსები ამ ტიპას და დავემსგავსე რა მსახიობი და ბიჭი ვარ იასამნელები არ გამიკეთები ხა სცენაზე და აქ რაღაცები ვაკეთე ცხოვრებაში რა ჩემეცო ხო და აი რაც არის მე რომ აი ამდენი რაღაცა დაგროვილი რაზეც აი ჩვენ აი მე რა მახსოვს იცი რომ საიდან ჩვენ 12-13 წლიდან მოდივართ ერთად ართოლიდან რა და აი მე იქ რასაც მახსოვს რომ შემოვედი აი შენ მაინც ეგ ენერგეტიკა ანუ მოდი აი არასიფხზე რო გვერდზე გადავდოთ აი ნაღდათ მაგის მიღმა ვინც არის მაგაზე ვილაპარაკოთ რომ ის ენერგეტიკა ყოველთვის გქონდა რომ აი ჯგუფი დაგეჭირა აი ლიდერის გამორჩეული ტიპი ყოფილიყავი რომ შენთვის ესმინათ გამოყოლოდნენ დგავთ აი გქონდა რა ეს ქარიზმა დავარქოთ მაგას რა და ის მახსოვს რომ ართოში რომ შემოვედი არა ხაშურიდან ჩამოსული ვიყავი მე 5 კლასიდან რა ჩემი ის მქონდა თან აფრიკა თურმე თბილისი მეგონა და ვაფშე სხვა რაღაცა გადმოვედი ვაკეში და დავხვდი ჩენ ჯეჯი ნუკია და აუ რა მეთქი აქამდე სხვა თბილისია როგორ უნდა მოვიქცე არ ვიცი და შენ იყავი ის პირველი ადამიანი მაგთან მანდ როგორ არის სამეგობრო ძალიან რთულია მაგასაკში მიგიღონ რა მაგრამ შენ გავჩე ისე მტკიცეთ იყავი რომ აი მე თან იქ ლუს ვურყავდი მაშინ რაღაც გქონდა და აი მაგდოს თამბავში ხო რა მარტივია ადამიანზე გაცი ხო რომ მაგით საკუთარი ეგო და აი მაყოფილო ნახე რა მაგალითები ვარ და შენ იყავი ის მე არ დამოვიწყდება რომ აი მე ამ გაბედულობას ვიძახი რა რომელიც აი უცბად მოხვედი ჩემთან პირველი დამიმეგორი და მითხარი წამო ჩემთან დარჩი და აუ ეგ იყო რომ მიმიღეს რა მართლა ეგრე დაიწყო შენ რომ მიმიღე მაქედან წამოვიდა ის რომ ანუ წამოვიდა მე სხვემა რომ ნუკია ჯეჯი რომ არ ყოფილა მგონი ცუდები რა რაღაც ეგ მე იმას გულისხმობ რომ შენ რაღაცნაირად ეგ ქარიზმა და გაბედულობა ისედაც გქონდა რა მე ვამბობ შენი ანუ ამ არასიფხიზლე შემდეგ უნივერსიტეტიდან და იმიდან იწყება რა რაც შენში თვისებაა რა და ეს შემოქმედებითი მხარეც რა მუსიკა სული იყო იქ გიტარით რაღაც სიმღერა იწერებოდა ის წერებოდა ანუ რაღაცა ეს ძიება იყო პროსტა ეძებდა არხს გამოსასვლელს რა საიდან უნდა გამოსულიყო რა რაღაცა იყო მსახიობობიდან დავიწყოთ რომ სტუდიაში რომ დავდივართ მსახიობობა გვინდა აი მსახიობობამ რატო ვერ წახვედი მსახიობობისკენ აი მუსიკამ რითი გადაძლია რა ხო ბიჭო არ ვიცი ესე რა რითი მაგრამ იქ იყო ალბათ მანდაც ვიჩქარე რა იმიტომ რომ მივხვდი რომ მსახიობობაზე მუშაობა დამჭირდებოდა ბევრი თან ეხლა მსახიობობა ხო ტიპებს გონია თუ ძალიან მარტივი პროფესია რა უნდა ეხლა დღეს რო არის ყველა მსახიობი ანუ ურთულესი პროფესია იმდენად რთული პროფესია რომ მე მგონი ეგეთი რთული პროფესია არ არსებობს დაჟე ხანდახან მგონია რომ რეჟისურა მაგრამ რეჟისურა ძალიან რთული პროფესია მაგრამ ანუ ძალიან რთული პროფესია მსახიობობა არის ის ნამდვილი რამე თუ გინდა რომ მართლა რაღაცა გამოიტანო და გამოგლიჯო რაღაც ცხოვრებას რა ანუ მართლა ურთულესი პროფესია იგი როლში ჩარჩენებიც არის რეალურია თუ შენ მართლა მუშაობ ეს არ არის რა უბრალო რა მე ხო რაც მქონდა რომ სწრაფად გინდოდა ანუ მივხვდი რომ ეს ურთულესი პროფესია იყო და უბრალოდ ამას ახლა ვერ გავყვებოდი იმიტომ რომ მივხვდი რომ საიტკენაც
მივყავდი სიტყვაზე მოდი ბეძ დაწერას, ხო? ანუ იმიტომ რომ ეხლა შენ რაც გქონდა რა მსახიობზე და თან კიდე პლუს აი კიდე რაც იყო რომ მე რის გამოც ჩავაბარე თეატრალურში იყო რომ ზოგადად გამხელილი ჯობს იყო რომ არ მინდოდა ჯარში წასვლა მიწევდა ჯარი ხო და რომ უცებ რომ მითხეს რომ კაი ნუ ჯარზე რა ვქნათ ხო და მეთქი ჯარზე რა ვიცი მეთქი აი სად შეიძლება და აი სად შეიძლება სად სადაც გინდა ჩავაბარე რა მინიმალურ სად დაიღებ და მეთქი ჯარში სად ჩავაბარო და წავიდე თეატრალური მეთქი თეატრალურში ჩავაბარე და ძალიან ცოტა უნდა თორე უნარებს და რაღაცა არა თეატრალურში თან როგორ მოხდი ტალანტი ქართული თეატრის და კინოს მაგას საერთოდ არავინ არ ელოდებოდა არა ვიცი ხო ფაქტია როგორ ჩავაბარე მაგრამ შენ რო იქ მოხდი ეგ იყო რომ ტალანტი აღმოაჩინე ქართული თეატრი აღარ მოკვდება იქ თვალწამი მან დამთავრებული მეორე შენ ხო ერთი წელი დიდი ხარ და მე რო ჩავაბარე რა ჩემთან და ვინც აბარებდა აი ყველას უნდა რომ ტალანტი ხო ტიგინა მინდა რომ გამოვიდე მეთქი რა გინგინდათ რომ გამოვიდე ტიგინა მინდა რომ გამოვიდე და ანუ რაც ქონდა ანუ მსახიობობას ქონდა რომ სწრაფად შენ ემოციური ტიპი ხარ რომ მუსიკით მაინც სწრაფად ახერხებდი იმ ემოციის გაცვლას და მიღებას რა სწრაფად და მსახიობა მაინც ცოტა უფრო ჩამჯდარი და დროში ამბავია რა სულ სწრაფობაც არის. სულ სწრაფი ვიყავ. დისციპლინა ხო არის ეგ რაღაც. რა დისციპლინა ყველა ვარიანტში ყველაფერს ჭირდება დისციპლინა და ამას მგონია რომ კიდევ უფრო მეტად ჭირდება. წეგან სულ აუცდით და აურიეთ ხო აი რატო აი სახში რო გამოვიდა და მთელი ამბავი. იქ მქონდა რომ ეს ბოლო 3 წელი რომ გადავიკარგე ისინი გავაუქმე რა ქვია სოციალური ქსელები, ტელეფონი, არავინ არ იცის დღემდე და ძალიან კარგია ეგ. და ერთი რამე ვისაც ეს პრობლემა აქვს, აი შემიძლია რომ ნამდვილად დიდი გამოცდილებით ვუთხრა რომ სხვა რაღაცის ესეთი გამოცდილება არ მაქვს და აქ ნამდვილად ვიცი რაზეც ვლაპარაკობ და შემიძლია უთხრა რომ პირველი რაც უნდა ქნას წრეს უნდა ჩაიხსნას. რაც არ უნდა ახლობლები იყვნენ, რაც არ უნდა შენი ძმაკაცები თუ ვინ მეგობრები თუ დაქალები იყვნენ, აუცილებლად ყველას უნდა ჩაიხსნას. მე ჩემი ძალიან ახლო ბავშვობის მეგობარი ხარ, მაგრამ შენ ჩაგწიე პირველი შენ თვალწრებლიანი წერდი ხოლმე ერთი წლის პირველი შენ გაგწიე. დამიბრუნდი რა. ოღონდ მე ისე ჩავხსენი ყველა რომ თუ ისინი ფიზლები არ იქნებიან, მე მათთან ურთიერთობა აღარ მექნება. სწორი იყო რა, მე აი თავიდან არ მქონდა, მარტო რაღაცა ეს მიმღებლობა მქონდა შენი რომ წავხედია. მე ნუ დროც აი თან პლუს მაგის გამბედაობაც მოვიკრიბე. ჩახსენიც რა არის, აი რითი იხსნი რომანტიზირებით. იმას ხო ჩემთვის რამდენი აქვს გაკეთებული. რითი ვერ იხსნი რომ იმას რამდენი აქვს ჩემთვის გაკეთებული. ქუჩაზე როგორ გვისეინია, რამდენი დაგვილევია რა. ანუ ეგ რომანტიზირებისგან არის გასათავისუფლებელი, რომ ეგ რომანტიზირება არის ილუზია, კარჩე, ეგ წარსული. რა თქმა უნდა. ის ანუ თან კიდე მაგრამ მომენტი იცი რომ კაი შეიძლება იმ კონკრეტულმა ტიპმა არ თქვა შემზე არაფერი, მაგრამ აი ის ვიღაცა რო არის ის რა სიტყვის ამაზე რომ მეგობრობა არ ცოდნია ამას ძმაო. სულ გაპროჭე. ხო. ეგ კაცი მაგას შეიძლება გააკეთე და ახლო ვინც იძახის მაგასაც ეხება რომ ეგრე ნუ იძახი და ვისაც მაგის ეშინია ნუ გეშინია იმიტომ რომ ეგ ეგრე არ არის და ეხლა კაკას ეს მაგასაც გამბედაობა უნდა შეიძლება გააკეთე რომ 3 წელი ანუ ეს 3 წელი ეს არ არის რა ვქვია პირობითად ნათქვამი იმენას 3 წელი ყველა და ყველაფერი ჩაიხსენი ანუ ჩაიხსენი რა ნება გართობა სიარული მეგობრები ეგენი გააქრი ანუ აი როგორ ახლოს ვიყავით ხო? ანუ აი ყოველდღიურ ბოლოს ანამწახვე ეს კავშირიც გაქრა და ეს ის გამბედაობაც თან ახლოს არის. კაგრას ეხლა ამას გამბედაობა ჭირდება, აი ბავშვობაში რომ გამბედაობა გამოიჩინე რომ მე დამოიგროვებოდი, დამოეგობრებოდი. არის ეს თვისება არის რა, მაგ გამბედაობასთან ძალიან ახლოს რომ გამოიკეთე და გადაწყვიტე კაცო სიმარტოვე რა. ანუ ყველა სხვა ანუ ეგ არ არის მთლად ეგ შენი გზა იყო. რაც რითიც მიაკენი, იმიტომ რომ წალება ქონდა ხან იქ წახვედი, ხან აქ წამოხვედი. აი არა ხო მარტო და უბრალოდ რა ქონდა მან რა აი რა ანუ აქამდე რაც ამ 3 წლამდე
აქამდე ბევრი გადახდა მომიწია რა, სამჯერ თავს ვიკლავდი, მე გრაბია გერგეძე იმეზე ტრუსიკი. სიცილით რო გისმე რა არა ადეკვატურია, სამჯერ თავს ვიკლავდი. ხო, ანუ ის ყაზბეგში რო მოკლედ რა, აგერ აღმოჩნდები, არ არის პატარა ამბავი, ტრუსიკით. თაზე სამთაში, ანუ ხო წარმოგიდგენია. ხო და აი ბოლომდე აიარე, ხო, ფეხით აღებდი გზიდან ახლა. ფეხით ავედი, გზიდან ჩავედი, ლოცვების მამა გაბრიელის ხატი, ლოცვების წიგნი და რაღაცას ბუტბუტებ და ვერავინ ვერ მეკარებ, აი ძალიან საშიში პერსონაჟი ვარ, აი უსაშიში პერსონაჟი ვარ, რომ არავინ არ მომეკაროს. იქ და ვერც ვერავინ ვერ მეკარებოდა, აი ავედი. რომ მოგეკაროს, რა უნდა გითხრას სხვა ენაზე გადავდო. სოფიანი ვარ. გასულარი. გადავდო. ხო და იქ რო ავედი, თან მართლა ბიჭო, ტრუსიკით რო ავედი, სამი ფეხებს ვერ გძნობდი, დაბუჟებული მქონდა, წარმოვიდგინე. ქვემოდა იწყე გახსნა სანამ გახდა აი რო დავიძარი უკვე გერგეთისკენ, აი იქ დავიწყე რა. გახდა. რაც თოლი ეხა უნდა გადავრჩი, აი მაგით წავედი. ანუ ძალიან ცუდად ვიყავი მართლა. არა, ეგ იყო რომ აი ნუ აი მან მართლა ღმერთმა მიშვება რა. რწმენა. აი მართლა მან იყო რომ მეთქი ღმერთო. მე შენი მწამს. ღმერთიც და კავშირი სადღაც გჯეროდა და გინდოდა გადარჩენა. რა თქმა უნდა, აი მე მაგას ვამბობ რომ აი რწმენა არის რომ მინდა რა მჯერა რაღაცის რა მაგას მართლა შეუძლია რომ მაგანა გიყვანა ვაფშე მანქანავე დელიკა ადის მარტო დელიკა და მე ავედი დელიკა და სამთაში ტიტული საბურავების გარეშე ხო სამი თქონდა რამე აი ისინი აი რაც გაძლიერა იყო ის აი რამაც იქ იყო რომ ყველანაირი კომპლექსი იყო რომ დამარხული რომ პირდაპირ ველაპარაკებოდი ანუ ესმოდა არ ესმოდა ეგ უკვე მე ჩემთან მყავდა ღმერთო მეთქი ახლა გადამარჯინე რა იქ თქო მომეცი შანსი და აი მან ბევრი რამე გავიაზრე ხე კი სიცილით ყვები მაგრამ აი იქ ძალიან დიდი რაღაცები მოხდა რა სიცილიც ეს არის რაღაცა უკვე გაანალიზებულზე და უკვე რაღაც აღქმულზე რა სწორად აი ეგ არის რა რომ აი რაღაცნაირად ხო გაანალიზებას რასაც ნიშნავს დამუშავებულია უკვე ეს თემა რა აი ხო და აი ეგ მე რაც არის ხო დამუშავებაზე რომ მივედით რა აი შენ ძველ ვიდეოებს და რაღაცებს რო უყურებ რა სირცხვილის განცდა ისევ გაქვთ აი დამუშავებაზე რა არის თუ დამუშავე და არის კითხვა ძალიან იმიტომ რომ რაღაცა გადაცემებს ყველაზე მეტად ეგ იყო რომ სრულიად რომ გამოფხიზლდი ესე რა კაია აი სკაი და შენ ზოგადად ვაფშე რომ სანამ ვიჭი რა სიტყვით აი წაიღო ხო სანამ გაწყვეტილია ვაი საერთოდ აღარ кайფო ჯიგარი ხო ჯიგარი ამაკამდე იქიდან ხო აი ხო მაქამდე მივალოს ეხაც იყო ხო მაინც მეტყობა ხო რო კაროჩი აი ნარკამანი ვარ ხო არა იმე ხე რა შევქმენი იმენა აი ორი ისეთი როლი გავაკეთე ნარკომანის და ძველი ბიჭის იმენა ვერ მოვიშორე ოღონდ წვეში აი როლში ჩავრჩი ორივეში რა ესე რა მაინტერესებს რა ეხა მაგ ყველაფრის მერე რომ აი ძველ ვიდეოებს ეხლა უკვე რა გამოფხიზლებულზე გამოღვიძებულზე რომ უყურებ აი შენი ძველ ჩანაწერებს და ვიდეოებს რო უყურებ ხოლმე რა იქ ინტერვიუები სიმღერები როგორიც იყავი რა არ გწხვენია ხოლმე არ გწხვენია ხოლმე ხო ეგრევე იმენა ვაუჩე ეგ კითხვა არ იყო მაგ ის არ არის აბა ის რა იყო სირცხვილის განცდა იყო იმენა არ გწხვენია ხო აი სირცხვილის განცდა არის ბიჭო მწხვენია ძალიან თან არის რაღაცების ისე რა რაღაცების უფრო და რაღაცების ძალიან ანუ ისე რომ არ მაქვს რა დღემდე რაღაცები არ მიყურები რაღაცებისთვის ოღონდ მართლა ხო იმიტომ რომ იმდენად ანუ აი მე აღარ ვაკონტროლებ აღარაფერს რომ ეხლა აქედან მე ხო რო უყურებ ეხლა ვიღაცა რო უყურებ შეიძლება იმისთვის პრობლემა არ არის მაგრამ მე ხო ვიცი იქ რას სად რას ვახურებ ხო და მაგრამ ხვდები რომ აი მაგის გარეშე გამორიცხულია ჩემი
ტრანსფორმაციის და ბოლომდე აი მე მაგალითად ცოტა ეგრე მგონია რომ აი ის რაც არ უნდა იყოს შენი ნაწილია თუ ეგ მეც მაქვს რა ეხლა ჩემ ძველ რაღაცეებს ჩანაწერებს ძველს რა შეიძლება გუშინდელსაც რო უყურებ რა აი თუ სირცხვილის განცდა მაქვს ხოლმე ჩემ თავზე ეგ არის ის რომ კარჩე არ მაყავს ჩემი თავი კიდე ბოლომდე მიღებული ხო რა თქმა უნდა და მგონია რომ კარჩე მაგის მიუღებლობის გარეშე წინ ბოლომდე ვერ განთავისუფლდება მაგის მიმღებლობის გარეშე მგონია რომ ბოლომდე ვერ განთავისუფლდება ეგეც ეტაპია რა თუ ყველაფერი თავის დროს მოდის რა ეხლა აი მაგალითად ის აი ვერ დროს ვერ მივედით 3 წელი უფხიზელი ვარ მაგალითად ხო მე მგონი გამწიფდება ხო ნუ ეგეც მაგამდეც მივიდეთ რომ ამ 3 წელმა რა აი ყველაფრისგან რო გამოფხიზლდი მართლა სიგარეტსაც რო თავი დავანებე სიგარეტს წარმოიდგინე 3 წელი ყველაზე მეტად ალბათ სიგარეტი მიჭირს დღე, იმიტომ რომ ეხლაც არის რომ რა მახსენდება პირველი არის სიგარეტი. აუ სიგამოდია სიგარეტს მოდი არაფერი სიგარეტი რა არის. ანუ საშინელი რამეა რა. დამოკიდებული ხდები ძალიან. ხო და მანდ რა არის რომ ბიჭო ეგენიც ეტაპობრივად ხდება რა ჯერ ფხიზელი გონებით ცხოვრება სწავლობ. აი ჩემი ყველა კომპლექსით, სირცხვილით, შიშით, ყველაფრის მიმღებლობას ნელ-ნელა ვცდილობ, რომ ეს გაიხსნას რა და აღარც მწვენოდეს, აღარც მეშინოდეს, აღარ კომპლექსდებოდე ვინმესთან, როგორიც ვარ ისეთი ჩემი თავის გამო. ხო, ანუ აი ძალიან ის არის რა. მაგას მხოლოდ ფხიზელი გონება შვება რა. და ისიც ეტაპობრივად, ეგრევე არაფერი არ ხდება, ეგრევე ნარკოტიკი. ხო, იცი რა არის, რომ ეხლა ეს სიფხიზლის იმაში როცა დაიწყე რა და ეს 3 წელში რა იყო ის, აი როგორც იმ სამებაზე რო ადიოდი, რომ რაღაცის გჯეროდა და წამდა რა, აი ოღონდ აი მე გეუბნები მიწიერ ტიპს რა, აი აქ რაც არსებობს რა. რა იყო, კაროჩე, რამაც იცი რა გიქნა? გაგაძლებინა კი არა, დაგეხმარა რა. აი 3 წელი. ხო, მუსიკა თუ აი რა იყო. სახეობა მივხვდით რომ ფარდის უკან ჩაიკეტა რა. გავანებე თავი. მუსიკა იყო. მუსიკა საერთოდ ყველა ჯერზე ძალიან ჩემი დიდი თავშესაფარი იყო. აი ძალიან დიდი თავშესაფარი და აი მადლობა ღმერთს რომ მუსიკა მომივლინა რა, როგორც თავშესაფრად. იმიტომ რომ ყველაზე მარტო სადაც ჩემი ზლორ დავრჩენილიყავ იყო მუსიკა. ვერავისთან ესე მარტო ვერ რჩებოდი. ვერც მეგობართან, ვერც სახში ესე მარტო როგორც მუსიკასთან და მუსიკაში. და იქ ჩემი თავის მუსიკა იყო არის ერთადერთი ადგილი, სადაც მე შემიძლია ვიყო მე ბოლომდე და დავაკვირდე ჩემ თავს და გავიცნო გავბედო, შევხედო ჩემ თავს. რომელსაც არ შემწყვება, არ პირიქით. იქ თუ მართლა უცბად ვახერხებ, რომ ბოლომდე გავიხსნა და ნამდვილი ჩემი თავი ბგერები გამოუშვა. ის ბგერები ბევრად უფრო სასიამოვნოა, ბევრად უფრო ძლიერია და ბევრად უფრო ნაღდია, თუ ეს მოვახერხე. ნუ უბრალოდ ეგ ყოველთვის არ არის და მაგრამ იმდენად მიყვარს ეგ მდგომარეობა, რომ ვერ ვანებებ. აი ეხლა რომ აი როცა იმ ძველთან რა რაც გქონდა იქინა როგორც მოდიოდა მუსიკა რა აი რა არის რასაც ეხლა უკვე ფხიზელზე ჩალიჩობ რომ ის მდგომარეობას მიაღწიო რა აი რაც მაშინ გქონდა არა ფხიზელზე რა არის რომ ეგ კარჩე გამოიწო შენით მოიპოვო რა რაც მაშინ ბიჭო მაშინ იყო რაც მომწონდა არა ფხიზელი როცა ვასრულებდი რაღაცას და მუსიკას წერდი ან მღეროდი. იყო რომ ის სიმღერის დროს ის გახსნილობა, ის კომპლექსებისგან თავისუფალი და აი რაღაცა მე უფრო მე ვიყავი. ის მართლა უფრო მე ვიყავი, მაგრამ მე რო ვფხიზლდებოდი, ისევ ის კომპლექსი და იმას ვეღარ ვაკეთებდი ფხიზელი და ნუ ის იყო რა მოსაწყენი. ეხლა მაგას ვაკეთებ რა, ფხიზელიც რა. ხო, შენ იყავი უბრალოდ შენი პოტენციალს განახებდა. პოტენციალს მანახებდა. აი როგორც სიზმარივით ილუზია რო იყო რომ მე ვარ და მე სად ვარ. მე პირიქით კარგავდა აქ. ამ იმაში. ანუ ეხლა არის რომ ის თავისუფლება რა. მუსიკაშიც მე ეხლა ბევრი რაღაცები გავიარე რა, მარტო ცხოვრებაში. ეგ მაინტერესებს, მაგრამ მაინტერესებს. ბევრი რაღაცა გავიარე. მუსიკით დავიწყე რომ თავიდან მარტო გიტარაზე ჩხაკუნი და ყვირილი. სიმღერა ის არისო. ხო და
მე ნელ-ნელა აი მარტო ჩავიკეტე და დავიწყე გამოფხიზლება და დავიწყე სწავლა მუსიკის ელექტრონული მუსიკა მიმიზიდა და იქ რაღაცები გავაკეთე რა და ეხლა ვცდილობ რომ და ეს ლაივის დაკვრა ვისწავლო რა და ვსწავლობ ნელ-ნელა მოკლედ ამ გზით ვაპირებ ისე უკან დაბრუნებას რა ოღონდ ბევრი რამე უკვე ტრანსფორმირებული და უკვე იმ ორგანული შენი მხარე ნახა რა რომ რაღაცა ეცი რა აი მადრე სწორი თქვი რა რაღაცა მარტო გიტარა იყო და რაღაც და ეხლა რაღაც არ ყოფნის რა რეალურად ეხლა მე რაც მივხვდი შენ სადაც მივხვდი მარტო იმის გამოსატანად რაც შენშია საძიებოდ ეს მარტო გიტარა არ იყო რა საკუთარი არც მე არ ყოფნის და არც მსმენელს არ ეყოფა ჩემი აზრით იმიტომ რომ იქ იმდენი მუსიკაც ისეთი მუსიკა ჩემი გადმოსახედიდან არის განცდის მდგომარე აი მდგომარეობა რა აი რაღაც რასაც შეიძლება სიტყვიერად ვერ ახსნა რა მაგრამ ვერ აი სიტყვიერად რაც არ უნდა ახსნა ვერი მუსიკაც და საერთოდ ყველაფერი ხა რომ დააკვირდე რა ჩვენ საერთოდ 90-იანებიდან მოვდივართ ხო ჩვენი თაობა ყველაფერი დაკეტი მუსიკაც არ იყო ანუ ესე რა ქვია გალაღებულები მაგას მაგ სფეროში არც ერთ სფეროში არ ვიცოდი გარეთ რა ხდებოდა ხო და ეხლა შემოდის ყველაფერი ინსტრუმენტების მუსიკალური რაღაცა ესენი ელექტროინსტრუმენტები პროგრამები ეხლა დაიწყო ყველაფერმა და ანუ მე რასაც უსმენ ხოლმე სიტყვაზე მაგრამ მიყვარს ისეთი არტისტების მოსმენა აი პატარების ან რომლებიც ჯერ არ ჩანდა თავისთვის რაღაცებს ჩალიჩო მე როგორც მე ვიყავი ხოლმე რა ხო და ვარ აი იქ ბევრად უფრო ნაღდი რაღაცეები ჩანს ხოლმე რა და ძალიან მომწონს აი სულ უსმენ ხოლმე რომ აი ცოტა ნახვა აქვს თვითონაც შეიძლება თვითონაც ჯერ არა გაზრე რომ რაღაცას ისულელებს აკეთებს აი იმას რომ უსმენ ხოლმე ისეთ მაგარ რაღაცეებს ნახულობ იმიტომ რომ ძებნის მაძლევს ძიების პროცესია მუსიკის კეთების ანუ ეგენი მაძლევს რა რეალურად მართლა ინსპირაციას რასაც ვეძახით რა რომ აი რაღაცა შევქნა რა იმიტომ რომ ალბათ იმ დაწყებისთვის ეგ არის რომ ძიების პროცესში რო ხარ ცდი რა ბევრ და მაგ ძიების პროცესში განახებს რაღაცა რესურსებს რეები შეგიძლია იქ ამონაცდება და იდენტობა მაქვს ყველასთან აბსოლუტურად ვიცი გესმის მდგომარეობა ოთახშია პატარა ისა რა ქვია ნავსაყუდელი გაკეთებული და თავისი თავი ნაპოვნი და იქ რაღაცებს ქმნის ის ძალიან ჩემთვის ის არის ინსპირაცია ყოველთვის ეგენი უფრო დიდი ვიდრე უკვე ჩამოყალიბებული შემსრულებელი თვითონაც რო აღარ წერს უკვე მუსიკას. იმიტომ რომ ის მე ცოტა უფრო ტექნიკურ იმამდეც გადადის რა. მუსიკას ეგ ცუდია ძალიან. ხო, მე რო უკვე იქცევა იმათ რა ქვია. მასალად რო იქცევა რა. ანუ ეგ გასაყიდი მასალა რო. აი და მაგ შემოქმედებაში რა მუსიკა, ეს რადგან მუსიკაზე ვლაპარაკობთ რა და ალბათ ეს მე შემოქმედება ყველაფერს ეხება რა. აქ თავისი რაღაცნაირად ზღვარი განვითარების თუ მე აი რა სად მიყავ ხარ აი ნახე ეძებე და თუ ბოლოს პოულობ შენ კომფორტს აი რო დაფიქრე კომფორტის მდგომარეობას და მე მაგ კომფორტში იკეტები მე როცა ეგენ შუ არის იპოვი შენ რაღაც პერიოდი რაღაც დროს იპოულობ შენი კომფორტის ზონას მე იქ იკეტები მე რამოდენიმე ხანი ხარ მე ეს ბეზერდება ამოწურო იქნი რომელმა კომფორტმაც ჩაკეტა იმას ის ბეზერდება და ახალი გინდება მე გინდება რომ ამ კომფორტ ზონიდან გიხდება რომ გამოხვიდე მაგრამ ზოგი არის რომ არ გამოდის და ურჩევნია იქ დარჩეს მაგრამ რა ძალიან ბევრი ეგრე რა უბრალოდ ანუ ეხა მაგას ახსნაც ამო ეგ არის სიკვდილი შემოქმედებით კიდე მანდრას ყალიბდება რომ იმ პატარა ვნებას რაც მაგ კომფორტმა მოუპოვა რომ იქ მსმენელი იქ მაყურებელი და უკვე ამ პატარა ვნებას კმაყოფილდება იქ ტაში შეფასება აი სიახლეების მაპატირო გაწყვეტინებს სიახლეების ხო ძალიან გვეშინია ადამიანებს ყველაზე მეტად სიახლეების გვეშინია ხო მაგიტომაც ეს თაობათა ჭიდილი ყველა თაობაში აბსოლუტურად ძველი უხურებს ახლებს რომ ეგრე არ ხდება ეგრე არ შეიძლება რატო იმიტომ რომ იმათ ეშინება რომ ახლები ძალიან ამატებთ ხოლმე როცა ვამატებთ ან ამატებენ ძალიან რომ მართლა ეხა მაიცა ბიჭო ეგრეც არ შეიძლება მაგრამ ახალი თუ არ ძიებაში თუ არ წახვედი კომფორტის ზონა თუ არ დათმე ხელოვნებაში ვიძახი ხა რა კომფორტის ზონა თუ არ დათმე რაღაცა თუ არ აი ამოვარდი ის ამოვარდნა გაძლევს მე ინსპირაციას რა აი ზუსტად ის ამოვარდნა და მე ისევ დაბრუნება იმ შენ კომფორტულ ადგილას სადაც იყავ აი რაღაცნაირი სიახლით აი ის ქმნის მე ქიმიურ აი მართლა რაღაცა მოქმედებს რომელიც რაღაცა ბიძგი შეჯახება რა შეჯახებიდან რომ წარმოთქმული რაღაცა ბიძგი რომ რაღაცა აფეთქდეს კარჩე რაღაცა დაირღვეს
მე დაჟე როგორი ჩაკეტები მქონია, იცი, ერთ ჰარმონიაში ვიკეტები, რაღაცა სამ აკორდში. სამი უზუსტად ერთნაირ აკორდში ვიკეტები, რომელიც აი ძალიან კომფორტულია და ეხა იმ მომენტში აი ამის მოსმენა მინდა სულ და სულ აქ ვაკეთებ მუსიკას. აი შეთქვა 3 თვე და მე ხვდები რომ სულ ეს აი ეხა მე განა როგორც მაგაცი კი არ გეუბნები და ეს აი შენი რაც ყველაზე მეტად ალბათ არტისტს და შემოქმედს ჭირდება შენი განწყობა ჰარმონია, რაც შენი სამყარო მუსიკალურად ნაპოვნი გაქვს რა, იმიტომ რომ აი შენი მუსიკას რომ მოусმენ დღეს მე ვიცნობ რა, აი დღევანდელი შენი მუსიკაც ბევრად საინტერესოა ჩემთვის, იმიტომ რომ ბევრად მრავალფეროვანიც არის და ბევრად სხვადასხვა მიმართულება აქვს. იქ როგორც ელექტროა და აი ეხლა რასაც ვატყობ რომ ნენელა დაიწყე ვოკალის შემოტანაც რა, იმიტომ რომ რაღაც ერთი პერიოდი ჩაკეტილი გქონდა ხო ვოკალი საერთოდ და ის ყოფილი მქონდა. და რატო ეგ? ბიჭო ალბათ იმიტომ რომ არასიფხიზლესთან მივყავდი. იმიტომ რომ ანუ არაფხიზელმა იმდენი ვიყვირე რომ აი სულ ჩემი სიმღერა იყო ღრიალი. და გახსენდებოდა ყველა სუფრა და ქუჩა. გახსენდებოდა მარტო მე ეგ დავამახსოვრე ტიპებს თავი. რომ იგინა უნდა იყვიროს თუ რაღაცა და ბოლოს შენგან ამას ითხოვდნენ ვაფშე არ მინდა რომ რაღაც დროს ყვირილი რა და ხანდახან სიღიღინიც მევასება რა და მე იქა ვიღაცები არიან რომ აუ მიდი რა იმღერე რა და არ მინდა რა ეხა ყვირილი ვიღიღინი ვიღაცებს არ მოწონს თურმე ღიღინი და მე გავანები და მე დავიწყე მაგ დროს წავიხსენი ყველას და მაგ დროს დავიწყე ჩემი თავის პოვნა რომ მე რა მიხარია იმიტომ რომ მე თუ არ მიხარია სხვას ვერ გავახარებ მართლა და მან მაშინ მე ხვისთვის ცხოვრობდი და ეხლა დავიწყე და ეგ მაგ სამ წელში მოხდა ეგ რომ მე რა მინდა იმ ამ სამ წელში ძალიან დიდი ძვრები წავიდა მაკეთკენ რომ მაკეთკენ მოსახდენი რა აი კიდე რაც იყო რომ ამ 3 წლის მერე მე როგორ დავბრუნდი წეგან დასაწყისში რომ თქვი რომ სიფხიზლის დიდი წვლილი გაქვს მეთქი რომ აი 3 წლის მერე რაღაცნაირად აი ჩემში რა დაიწყო იცი რომ ძვრები რომ რაღაცა უნდა გადავრჩე უნდა ვიცხოვრო რომ და გადავწყვიტე ეს სიფხიზე, მაგრამ ძალიან თავიდან ძალიან აუტანლად დაიწყო რა ეს იმატოვე გარეთ გასulis ისიც და პირველი ვინც გამახსენდა იყო შენ რომ მეთქი იგინა იმიტომ რომ ის ფრიზელია იმას ეს გავლილი აქვს აი როგორ რა გააზრებულად კი არ მოხდა რაღაცა რომ მომთხოვა რა და შენთან რომ მოვედი გადმოვძვერი სახში არიყავი და ნეტა მეთქი ახლა სახიდან არ გამაგდოს მეთქი აი ნერვები რომ მითხეს რომ თედოა გადმომძვრალი შენთან სახში სერგიმ დაგირეკა ხო შენ მეთქი უეჭველი ხო და უეჭველი არა ფრიზელია მეთქი სახში რატო გადმოძრავა გადმომძვრალი აი შანიზოში აი მეტი ეს მქონდა რომ ეხლა ნეტა მივიღო დაგინახე და შემოხედე თვალში ეგრევე რაღაცა მივხვდი რომ რაღაცა სხვანაირად კი ეგდენ რა მქონდა რა შენ რატო ამბობ რომ აი იმ ხელა ან დობა გამეჩითა შენს მიმართ მარტო დობაზე კი არ არის სადაც შენ იყავი ეს გამოფხიზლებული რა ეგ მომეწონა რა და მინდო აი რა მქონდა იცი რომ ეგ არის კიდე ყველაზე მნიშვნელოვანი რომ უნდა მოგინდეს კაროჩე აი მე ჩემ შემთხვევაში იყო ხოლმე რომ აი დედა ჩემს უნდოდა ძალიან მამა ჩემს უნდოდა ძალიან ჩემ ძმას უნდოდა მეგობრს ვისაც უნდოდა რა ჩემი გამოფხიზლება მე არ მინდოდა და ვერავის ხათრით ვცადე და ვერავის ხათრით ვერ გამოფხიზლდი აი ნაღდად აი სანამ მე თვითონ მართლა აი მე თვითონ არ მომინდა გამოფხიზლება და უკვე აღარ დედა ჩემს რო ეთქვა რომ არა მოდი ცოტა ხანი კიდე შაუბერე ხო შედათ იყავი წყნარად ანუ ვეტყოდი რომ არ მინდა რა გამოფხიზლება მინდა რა ანუ აი მაგდონეზე სანამ არ მოგინდება აზრი არა აი ნაღდათ აზრია ნაცადი მაქვს ეგეც რა ხო რომ კონდეს საკუთარი თავისგან მართლა შენ უნდა მოგინდეს ისე რომ აი დედამ რო გითხრას ეხა ცოტა ხანი კიდე ერთი თვე იყავი უნდა ვთქვა რომ არა ეგ კი მე მომინდა და ეგ იყო მაგრამ მეორე რა იყო იცი პლუს შეიძლება ადამიანს მომინდეს აი წერად განახსენე რა უსოდ გაიჩიტოს ისე წერაში რომ აქაც რა რო ფხიზდები რამდენჯერ გაქვს მომენტი რომ რატო გამოფხიზდი რა არაფერი არ შეცვლილა ისე მძიმედ ვარ არის და შენ რომ ყავდი ანუ მაგალითი იყავი წინის გავლილი გზების რა და თან სადაც იყავი ეგ მომწონდა და ანუ მეც ხედავდი პოტენციალზე გამოფხიზლების სად მიმიყვანდა რა იმიტომ რომ სადღაც აი გინდა თუ არა არაფხიზელს ძალიან ემოციები არ ახარ
ძლიერად ვერ დგახარ. ხო. არაფხიზელი, ხო? ხო, არაფხიზელი, ვერ ხარ ამ ემოციებში ხარ და რო ხედავდი, შენ ბევრად პრაგმატულად აზროვნებდი, მით უმეტეს შენ ახლა ჩემთან შედარებით მე ცოტა უფრო კიდე მეც კი დაუქრივარ და რაღაც, მაგრამ არ იყავი, უფრო რაღაც მეოცნებე რაღაც იქ იყავი და ეხლა ჩემზე პრაგმატული. ხო, მან ილუზიები რა, მეც ეგ ამ ილუზიებში ვაბარებდი თავს, მაგრამ ნუ შედარებებით თუ არის და შენ დაგინახე რომ ჩემზე კარგად აზროვნე, პრაქტიკულია, პრაგმატულია, ძალიან გამიჩნდა ის რომ კაცო გამოყევი რა, რომ აი ეგ მაგალითი იყავი, ვინც მომწონდა. როგორც იყო რა იმის მდგომარეობა და მაგან ძალიან დიდი როლი იქონია და მე აი პლუს ახლა რაც არის რა ეს მე შენთან ერთად ეს რომ ნახე რომ ამ სიფრიზაში აუცილებლად ჭირდება რაღაც რითიც დაგეხმარება და რეგულარულად მოგეწონა და მე რომ იგრძენი რომ რა მხელა რამე აქ მართლა რაღაცნაირად აი სხვა სიხშირე აი არ არის მარტო ერთი სიხშირის შესამყარო რაც მე ჩემნაირ კაცო მე ყველაზე მაგარი რა პრობლემაც მქონდა იყო რომ აი არას თქმა რომ აი შემომთავაზებდნენ ნარკოტიკს რომ არ მინდა აი ვიღაცის ხათრით მოდი მაინც არა ოღონდ ეგ მაინც მე მინდოდა მაგრამ ანუ არას გაძლიერება ხდება მაგით რომ ფხიზელზე რომ შენ როცა არ გინდა იძახი რომ არ მინდა იმიტომ რომ რთულია არას თქმაც ძალიან რთულ ყველას უჭირს არას თქმა ნებისმიერ რამე აი მეორე მხარე რაც იყო აი პლუს რა სამსოში აი უცბად რომ ეს ხალხიც გარემოცა რომ მოიხსენი და მოიშორე რა ანუ ჩამოშორდი რა რაღაცნაირად აი მანდ რა ხდებოდა რა სიმარტოვის განცდაში რა რომ აი შიშიც იყო რომ თქვი ერთი წელი ესე მარტო ვიყავი შეწუხებები არ მოდიოდა რომ საწახოდ აი მაგას როგორ ხო თქვი რომ ტელეფონი გავაუქმე სოციალური ქსელი ყველა გავაუქმე აი აბსოლუტურად ყველა გავაუქმე და არავისთან არ მქონდა იმიტომ რომ ვიცოდი რომ შეწუხებები რო ვიცოდი მაგიტომ ნაღდად გადავწყვიტე ჩამოშორება და მაგიტომ და მანდი რა ფიქრები იყო იცი რომ აი ერთი წელი რო არავისთან არ მქონდა მარტო ოჯახის წევრები და მორჩა მეთქი სულ ესე უნდა ვიყო ერთი წელი არ არის ცოტა იქ დაგაფიქრებს რომ ანუ სულ ესე უნდა ვიყო ვახ მეთქი მაშინ წავალ რა ბოლო რაღაცა მონასტერში წავალ ვეხმარები ხალხს ხო ანუ რაღაც ხო რა ანუ ესე სახში ვიყო მარტო ანუ თუ სოციუმში ვერ ვახერხებ ცხოვრებას მაშინ წავალ რა სადაც მიდიან ხოლმე რა ტიპები ხო და მოთმინება დამჭირდა რა და მიღება რა მაქსიმალურად და რეალურად აი შენ თუ ყველა ადამიანები ყველანი ვართ მარტო მოვედით მარტო ეს არის აი გარდაუვალი რამე ანუ მარტო ხარ და მარტო წახვალ ვინც არ უნდა შეგიყვაროს ვინც არ უნდა შეიყვარო როგორი მშობელიც არ უნდა ყავდეს გადაყოლილი გადმოყოლილი ან როგორც არ უნდა გიყვარდეს დედა მამა შვილი გამორიცხულია ხო სანამ არ გაიაზრებ რომ იქ მარტო ხარ მანამდე იქნები სუ ტოქსიკებს და თუ რამე ხდება შენთან და წინ მიდიხარ როცა მარტო იყავი მაშინ მოხდა აი როცა აი ყველაზე მართლა ხდება მაშინ რაღაცა როდესაც შენ მარტო ხარ და მანდ რა არის რომ რეალურად მარტოობას თუ ვერ გაიაზრებ რომ მარტო ხარ რა მაშინ იქნები ეჭვიანიც რომ მოთხოვ სხვას ეგოცენტრულიც რომ შენ ჩემთვის ეს დამადლებები საიდანაც წამოვა რა სიმარტოვეში ანუ სიმარტოვე გაძლევს კი რა კაცო ადამიანი როცა მარტო ხარ აღარ თხოვ სხვა ანუ პასუხისმგებლობას იღებ შენს თავს შენს ყველა ქმედებაზე რა მე დღეს თუ არ მოწყენილი ის არის ჩემით და არა შენ არ გაბრალებ რა მაგაში გეხმარება რა ეს სიმართლე ეს მართლა ეგრეა მართლა ეგრეა მაგამდეც რომ მიდიხარ რომ ეხ თავიდან მაგას ესე ინტუიტიურად აკეთებ რა რომ იცი რომ ეს ესეა და უნდა გაყვია ინტუიციას რომ აი შენი მე კი გავბრაზდი შენ რომ მითხარი რომ მოვალ მალეო და არ მოხვედი მაგრამ ეს არის მართლა ჩემი პრობლემა მე რომ გავბრაზდი და შენი პრობლემაა მე რომ შენ პირი და არ გააკეთებ თორე ეგ ჩემი პრობლემა არ არის ხო ანუ რეალურად ხო ანუ მანდაც რაღაც თუ რამეს აკეთებ სხვისთვის აკეთებ შენივე თავისთვის აი პირობითად მე შენ რაღაც
გაგისწორე, იმიტომ გაგისწორე, რომ შენ რო ეს გაგისწორდებოდა, მე თავს კარგად ვიგრძნობდი, იმიტომ რომ ჩემთან შენი ჩემი ემოცია მოიპარე, ხო? აუ, მალე აუ, მართლა ჯიგარი. ხო, და მე მაგას ანუ რა გამოდის, ჩემთვის კი არ ვაკეთებ, ჩემთვის ვაკეთებ რა. აღარ დამიბრუნე. ხო, და მანდარი რა ეგ რომ სადღაც მარტოს რო იჩიტები, აღარ ხარ ეგ სხვისგან გამომწოვი რა. აი, პარაზიტი. აი, ყავდა ვინმე ვისაც ადანაშაულებდი ვაფშე ესეთი. აი, ისეთი ტიპი იყავი რომ სხვაშიც ეძებდი დანაშაულს. შენ არასოდეს არ მე ისე კი ვიცი, მაგრამ ისე ვსვავ. ჩემში ბუნებრივად ეგრე იყო, რომ ანუ ვერ ვიყავი მაგდენს ხვდებოდი მართლა რა, იმდენს რომ იმის ბრალი არავის ბრალი არ არის რა, ჩემი თან მე იმდენად მართლა მოვაწერე ხელი რომ ბოლომდე შემებერა, რომ ვერაფერს ვერ დავაბრალებდი რა. მაგრამ აი სადაც ეგ ხდებოდა ხოლმე, ვისთანაც უფრო მეტად მას ვქენი რა ქვია, დავაშავე, ვისაც უფრო მეტად იმას ვქენი რა ქვია, როგორ თქვა, ატკინე. არა, ისარგებლე გამოიყენე? არა, იცი რა ქვია მაგას, ვისაც უფრო მეტად აუ ჩემი ეს შეგვილია ხო? მოვჭრათ თორე და ესეთი რა ქვია მაგას ზეც რო ამოდის. მოუწი რო შდები და აი ეს სიმფრიზლე. სიმფრიზლე სადა ის 3 წელი ოღონდ. ეს 30 წელი და მე უნდა გადმოყვი 30 არა, იმენა 3 წელი. მომდენო 3 წელი ხო და მე უნდა მოყვი ამ 3 წელზე სად იყავი აქ ჩაფიქრებული. ვიცი რა, ხო, ვადანაშაულებ, აი ხა მივხვდი. აი ვიზეც აგრესია და ბრაზი მიჩდებოდა რა. არის ის ხალხი, ვისთან ერთადაც აი მოვიხმარდი სიტყვაზე ნარკოტიკს. ვისთან ერთადაც ვაშავებდი რა. ხო, იმათ კიდევ პასუხისგებლობას. იმათ და რატომ მანდ რო წავედი და ვიფიქრე აი რატომ მე მიჩდება ამაზე აგრესია? იმიტომ რომ მე ხა გამოფხიზ და ის ისევ იქ არის. და ის ისევ იღებს ნარკოტიკებს. და მშურს მეც მინდა რომ არა და რეალურად რის მშურს რომ ანუ ჩემ მდგომარეობას კიდევ ვერ ვიაზრებ ის სათანადოდ რომ მივხვდე რომ ეს არის ცხოვრება რეალური ეს არის. იმიტომ რომ მონელებული არ გაქვს. ნამდვილად ეს არის. ხო, იმიტომ რომ მონელებული ის არ აქვს და მათ გაბრაზებს. მეც აი სხვას რო ხედავ პირობითად აი თამაშს წერა რომ აქ ხოლმე რომ სულ ადანაშაულებ ეს კაზინოს რეკლამა. ანუ ჩემთვის ანუ ისევ დიდი მნიშვნელობა აქვს თამაშს. ისევ მნიშვნელობას ვანიჭებ რა. და აი ეგ მაკედან განთავისუფლება აი ნელ-ნელა უფრო აი ალბათ გააზრებით და გააზრება ნელ-ნელა ხდება რა ეგეთი რაღაცების ჩემ შემთხვევაში რა უცებ შეიძლება რაღაც მომენტში გაიაზრო რაღაცა ერთს გაიაზრებ მე ის ერთი გეხმარება რომ ესეა ერთბაშად ანუ ამ ყველაფერს უცებ ეგრე არ არის რომ ცოტა უნდა მოგხდეს ცოტა უნდა გეტკინოს შეგწყვეს იტანჯოდ რომ მე უცებ მიხვდე და დამთავრდეს რა იყო რის გამო იტანჯებოდა და მოარჩი ანუ რაღაცნაირად დამთავრდა ხო რა ის საკუთარ თავს ყველა ვარიანტში უნდა აპატიო აი რაც არ უნდა შეცდომა იყოს ჩემი აზრით უნდა აპატიო იმიტომ რომ კაცი ჯერ უნდა მოინანიო პატიო საიდან არის მოინანიო ნიშნავს რომ აღიარო იტანჯო ანუ ვარ ნარკომანი ვარ ზღვაზე მოთამაშე ან ასე შემდეგ და მე მონანიებაც პატიებაც მაკედან ჩდება იგივე არის რა ეგენ შენ თვითონ არაფერს არ აკეთებ ვაი მე უსმ მქონდა რომ მოინანიო როგორ უნდა მოვიაი როგორ ხდება მონანიება აი დავჯდები და აი მიტირილი და თვითონ უნდა იტირო და ვერ ტირი და აი რაღაცა სისულელეში იჯითები ხო რომ ადამიანს გონეთ რომ ტირილი არის მონანიება ანუ შეიძლება იტირო კიდევს და ვერ მოინანიო ანუ ეგ აპრიორი არის ტირი ცრემლი სინანულია მაგრამ უხდება უბრალოდ ცრემლი ადამიანს და სინანულს ხო ძალიან ხო ეგეც ძალიან ლამაზია მაგრამ რეალური მონანიება ის შეიძლება საერთოდ არ იტირო მაგას მივხვდი რომ შეიძლება არის ისე მომინანიებია რაღაცები რომ არც მიტირით ცრემლის არ ჩამოვარდნია მაგრამ აი მიგრძნია რომ სამყარო ღმერთმა ჩემმა თავმა ეს მაპატია და აღიარებით დანებებით რომ კი ესეა ჩემ შემთხვევაში და მე მოდის ამის უკვე მოშორება რა. დღეს უკვე ეს ყველაფერი შენ ეხლა რაც ვილაპარაკეთ, ზოგადად რასაც შევეხეთ რა.
აი უკვე როგორ გადმოგაქვს ტრანსფორმირებაში რაც ხედავ რომ ეს კი გამოკეტილი იყავი ჩაკეტილი მაგრამ ნუ თუ არსებობა გინდა და აქ უნდა იყო მაშინ უნდა ქმედება აქ ქმედებას გთხოვს რა მაშინ ისიც არ აგირჩევია შენ რასაც გიყურებ რომ განდეგილად წასულიყავი ბერად ხო ფაქტია რომ დარჩია აქ რა და აი აქ ახლა როგორ ხედავ ამ ტრანსფორმირებას აი როგორი არის ვაფშე ეგ გზა რა როგორ გამოდის რა გიხმარება პლუს მაგ სამტკივნეული რამეა რა ეგეც დაბა მშობიარობას გავს ყველა ზრდა მშობიარობას გავს ტკივილითაც აი ყველაფრით რა და ეგ მიწევს ახლა რომ აი დაბადება რა ჩემი იმ ახალის რაც გაჩნდა სიფხიზლეში ჩემში ოღონდ ეს დაბადება გადატკივილი რას მოაქვს ის იგივე იმ სირცხვილის ბევრჯერ ვახსენეთ მაგრამ ეს არის მთავარი რაღაცები ესენია რომ სირცხვილი უნდა გადაალახო ტკივილი უნდა გადაალახო რომ იქ რო რაღაცას გაეცინება თან სულ ფიქრობ რომ ჩემზე ანუ სირცხვილებს აიდან ეს ტკივილი ჩემზე გაიფიქრეს იმ ჩემზე რას ლაპარაკი იციან ხანდახან ისეთ სიგიზეშიც ყოფილა რომ მგონია რომ ფიქრობ იციან რას ფიქრობ ანუ წარმოგიდგენია ეგ რა არანორმალური მდგომარეობა არავინ არ იცის საერთოდ არავინ არ იცის არაფერი თავისი არ იცის და ჩემი როგორ უნდა იცოს თავისას ვერ იაზრებს რას ფიქრობს და ჩემი როგორ უნდა გაიაზრო თანაბიჯო არის რომ მაშინ არის რომ სხვისი შეფასებით აფასებს საკუთარ თავს სხვისი შეფასებით აფასებ და აშკავში შენ თავს მე ჩემ თავს მე თვითონმე ვაშინებ ხოლმე რა რომ აი ის ესმის არა ბიჭო არავის არ ესმის ნუ ნაღდათ არავის და არავინ მაგრამ შენზე არ ფიქრობს არა რასაც შენ აი როგორც კი მაგ სწორი მხრიდან საკუთარ თავს დააკვირდები შენ როგორ ვინმეზე ფიქრობ მართლა მე მართლა გულწრფელად რო თქვა კი მინდა რომ ფიქრობ მაგრამ ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა არის ეგოისტური რომ ვერ არ შემიძლია იმიტომ რომ მე მინდა მე ის მინდა მე რამე შველება აი თუ ფიქრობ ეს მომენატრა იმიტომაც მომენატრა და იმიტომაც გამოფიქრება რომ ესე იგი ან მე მოვიწყინი ანუ გინდა თუ არა თუ ვინმეზე ვფიქრობ ჩემიდან ვიწყებ ფიქრს და ეს რაღაცა თუ გავაშიშო რა ეგრე ესეა რა ვიღაცები ნაკლებად და აი დღეს ხო და ეს რა არის ახლა გზები საფეხურები რითიც უკვე დაიწყე გამოსვლა აი ხედავ რა ანუ ერთად რასაც მივდივართ რომ უკვე ეს დაგროვილი რაღაცა ტრანსფორმირებული ნენელა გამოგავს ამ მუსიკით რაღაცა ხა რაც იქნება რომ ნენელა უკვე იწყებ ამ სოციუმთან შეერთებას ხო ხო ანუ მათ მუსიკა არის ხო ალბათ შენი მთავარი იარაღი მუსიკა ხო რა მუსიკა ძალიან ერთადერთი მე მგონი ყველას უღალატე რა და ერთადერთი მუსიკისთვის მუსიკას ვერ უღალატე რა აი ბუნებრივი ეგეც ბუნება აი მართლა გულწრფელი რო იყო აი მართლა ყველას უღალატე მეგობრობას სიყვარულს მშობლებს ძმას იმას ამას აი და ერთადერთი რაზეც ვერ უღალატე იყო არის მუსიკა ანუ იქ მე კი არ ამირჩე ესე მოხდა და ავი ძალიან და იმენაც არ გიღალატა თუ მან თავს მოყავ ხარ რა ბოლომდე ჩემთან იყო რა და მაგარია იქ და მადლობელი ვარ ღმერთის მაგიის ეხლა სად ხარ რა გეგმები თუ ეხლა ძალიან შინაგანად მოთხოვნილება მაქვს ბუნებრივი და არახელოვნური რომ ჩემი შემოქმედებითი მხარე გამოვიტანო საჯაროდ და საჯაროდ გაუზიარო ხალხს ადრე მაგის მოთხოვნილება არ მქონდა. ეხლა მართლა მაქვს მაგის მოთხოვნილება და მართლა მაქვს გასაზიარებელიც. და ეხლა არის რამე გეგმებში ლაივი, კონცერტი, აი მინდა ძალიან მაგრა რომ ლაივი გავაკეთო რა. აი ძალიან. და ხალხიც აი რაღაც მე ვფიქრობ რომ აი რაღაც და მადლობელი ვარ ქვისარგებლებ და მადლობელი ვარ იმ სიყვარულისთვის ყველასგან რაცაც ხედავ რა და რასაც რაც მოდის ხალხისგან რა ვისგანაც მოდის აი ძალიან დიდი მადლობელი ვარ მთელი გულით და სულით მე თან რა იყო რომ ეხლა რაღაც შენი ვიდეო დავდე TikTok-ზე რა და აი ხალხისგან რო წამოვიდა ჩემი ბავშვობა ანუ ხალხის ანუ ის რაღაც გაიყო და მე ჩემი ბავშვობა ანუ შენ თუ ვიღაცის ჩვენ ხო ტოლები ვართ ანუ მე ვინმეს ბავშვობა ანუ გავიზარდი და მე ისე მგონია ისე ბავშვი ვარ და სხვები არიან ჩემი ბავშვობა და ანუ ეს ხალხი შენ იმ ხელა სიმძაფრით იყავი ანუ მაგის თქმა მინდოდა რომ ეგ აქვთ რა ისე მიმღებლობა რომ რაღაც იმიტომ რომ გინდა თუ რა წარსული სენტიმენტია ხო და ეს სენტიმენტი თუ დღეს გაცოცხლდება და ისევ ცოცხალია რა მე მგონი ეგ იდენტური მიმღებლობა გაჩნდება რა და მე მგონია რომ ხალხიც ძალიან მაგრა გელოდება რა და
ნახოთ რა მოხდება რა, წარმატებები, აი პირველ რიგში აი ძალიან დიდი მადლობა რომ პირიქით ძალიან დიდი მადლობა მოხვედი, იმიტომ რომ ჩემთვისაც პირველი იყო და ღელავდი და მინდოდა რომ რაღაცნაირად ჩემთვისაც პრინციპში პირველია, ხიზელი არ პირველია. დაკ რომ მოხვედი და ამ სტარტში გვერდზე დამიდექი. შენ მე დამიდით მე ყველას ჩვენი სტარტი. ყველა ჩვენი გავჭირვებია რა, აი ყველაფრისთვის მადლობა. სანამ ერთი სათხოვარი რაც უკვე მანამდე შეთანხმებულიყო, მაგრამ როგორც გადაცემებში ამომეხომე მუსიკას ხო დავიკრავ. თქვენთან აუცილებლად. გაიხარდა, სანამ მუსიკას დავიკრავთ, ეგეთი ის დაფა ვქენით, რომელსაც დავარქვით ცხოვრების რეცეპტები. ანუ ესე ვთქვათ რა, რჩევები, რაღაცა ეს რეცეპტები თვითონ ორიგინალური, ანუ ეს თან ისა გვაქვს რა ქვია, რომ მე თუ ვინმე ყვების ობიექტი შემოვიდა. სპონსორად ბარემ ცხოვრების რეცეპტები, რამე ვიღაცის ბურგერი, რეცეპტები და ყველა სტუმარმა თავისი გამოცდილებიდან რა, რაც ამ მეტამორფოზიდან, ტრანსფორმაციიდან რაც გაერა, ერთი რეცეპტი ცხოვრების დაგვიტოვოს რა და ამისთვის ცოტა უხერხულია ხა რეცეპტი გავწე. ორი შაქარი, ვეცდები. ორი შაქარი და ტყუილის გარეშე. ჩვენ კიდე მეგობრებო, ეს იყო პირველი პოდკასტი სადა გენძრა. არხისთვის საჭიროა რომ გამოგვიწეროთ ამასაც არავი ეგრე ამბობენო და ვიტყვი იმას რომ გამოგვიწერეთ რომ ამ პროექტმა იარსებოს და რავი ჩვენ ესეთი გულახდილი საუბრები ყოველ კვირას გვექნება. ესეთი თუ არა ვეცდებით რომ მსგავს სიღრმეებში ჩავიდეთ რა.